კოსმოსის კომერციალიზაცია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს კაცობრიობის მიერ კოსმოსის შესწავლაში, რაც თავის მხრივ ხორცს ასხამს ისეთ იდეებს, როგორიცაა კოსმოსური ტურიზმი. დღესდღეობით კერძო კომპანიები დაუღალავად მუშაობენ იმისათვის, რომ დედამიწის მიღმა მოგზაურობა ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. დღესდღეობით მრავალი მოთამაშე შემოდის ბაზარზე კოსმოსური ტურიზმისადმი მზარდი ინტერესის გამოსაღენებლად. კოსმოსური ტურიზმი, როგორც ინდუსტრია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა საინტერესო. ეს უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია ისეთი კომპანიების ძალისხმევით, როგორიცაა SpaceX, Blue Origin და Virgin Galactic. ისინი ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების კოსმოსში გაყვანას. ისინი ისეთ პროექტებს ახორციელებენ, რომლებიც ადამიანების კოსმოსში გაყვანას უზრუნველყოფს. კოსმოსის კომერციალიზაციამ ასევე გახსნა ახალი შესაძლებლობები სხვა ბიზნესებისთვისაც. კომპანია Bigelow Aerospace მუშაობს გასაბერი კოსმოსური შატლების შექმნაზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ორბიტაზე სასტუმროებად ან კვლევით ობიექტებად. ამ შატლებს პოტენციალი აქვთ გარდაქმნან კოსმოსური ინდუსტრია და ჩვენი ცხოვრება. ახლა კი საილუსტრაციოდ გაგაცნობთ იმ 7 ინოვაციურ კოსმოსურ სტარტაპს, რომლებიც მულტიპლანეტური გზისკენ წარმოუდგენელ ნაბიჯებს დგამენ. დავიწყებ რა თქმა უნდა SpaceX-ით, რომელიც რაღაც სტარტაპია პრინციპში, ის უკვე ჩამოყალიბებული მსხვილი კოსმოსური კომპანიაა. SpaceX-ი 2002 წელს დაარსდა და ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. კომპანიას მრავალი სამეწარმეო მიმართულება გააჩნია და კოსმოსური სტარტაპების სიაში წამყვანი ფიგურის სტატუსიც მიენიჭა. სატელიტური საკომუნიკაციო თანამგზავრების გარდა, კომპანია საეკიპაჟო ხომალდებზე მუშაობს, ასევე სარაკეტო ძრავებზე და კოსმოსურ ტრანსპორტირებაზეც. ამ დროისათვის მათ 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს და ამაყად აგრძელებენ ამბიციურ საქმიანობას. ყველამ ვიხილეთ ილონ მასკის მიერ გაშვებული თანამგზავრების სიმეტრიული ცეკვა ცაზე. ეს სტარტაპ SpaceX-ის შექმნილი ამბიციური და ბევრისთვის მისტიური პროექტია, რომელსაც იდეიდან გამომდინარე მარტივად ასოცირებადი სახელი Starlink-ი დაერქვა. და ახლა ეს თანამგზავრული ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია, თუმცა საკმაოდ ძვირიც. თანავარსკვლავედებით მოციმციმე სატელიტების დედამიწის გარშემო განლაგება მიზნად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას ისახავს პლანეტის უინტერნეტო ადგილებში. ილონ მასკისთვის განვითარების შემდეგი ეტაპი ორბიტაზე 10,000-ობით თანამგზავრის გაგზავნა და მთელი მსოფლიოსთვის უმაღლესი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებაა. თუმცა ამ თანამგზავრებმა უკვე სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამინდის პროგნოზირებას. მეტეოროლოგიური თანამგზავრები დააბრმავა. SpaceX-ი გახდა პირველი კერძო კომპანია, რომელმაც NASA-ს ასტრონავტები გაგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon-მა მეორე ეკიპაჟიც გააცილა სტრატოსფეროდან. ასევე მათ მოახერხეს რაკეტის ვერტიკალურად აფრენა და შემდეგ